ეს ვერიკოა. მისი ყოველდღიურობა ნაცრისფერი და უცვლელია. დილით ადგომის შემდეგ მეტროთის სამსახურში მედის. გზად კი ვერაფერს ამჩნევს, რადგან მობილურში თავჩაგრული მიუყვება თავის ერთი შეხედვით მოსაწყენ გზას. უკვე წლები ამუშავებს, უყვარს თავისი საქმე. ალბათ ამიტომაც ვერ შენიშნა თუ როგორ გაუფერფრთელდა დღეები. გარემოს აღქმა დაკარგა და მისი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა. სახლი, სამსახური, ცხოვრების დინებას უცვლელად მიჰყვება. მას მუსიკის მოსმენა უყვარს, ისიც მხოლოდ გზად და ხანდახან. დღეები გრძელდება და მის ცხოვრებაში არაფერი იცვლება. მანამ სანამ ერთ ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ დღეს გზაში დღეურში ამჩნევს. არ დაინტერესდებოდა რომ არა დღეურის გამორჩეულობა. რაღაცით მიეზიდა. არ გავდა ის ჩვეულებრივ დღეურს. აქეთ იგით რომ მიიხედა, ვერავინ ნახა, ვისიც იქნებოდა. ამიტომ ჩანთაში ჩაიდო. მუშაობა უჩვეულოდ დაიწყო. ნაცვლად კომპიუტერის გახსნისა, დღიური ჩანთიდან ამოიღო და გახსნა. დათვალიერებას გულმოდგინე და ინტერესით შეუდგა, რადგან აქ სულ სხვა რაღაც ხდებოდა. დღეურში თავმოყრილი იყო ისეთი დეტალები, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. ვერიკო ამას მიხვდა და უფრო დიდი ინტერესით დაიწყო დათვალიერება. ყოველ დღეს სამსახურის გზასა თუ მუშაობის პერიოდში ამ დღეურს გადაშლდა და ახალ დეტალებს ნახულობდა. ნელ-ნელა მან გარემოს შემჩნევა დაიწყო. შეამჩნია სამსახურის მიმავალ გზაზე ველოსიპედი. დააკვირდა ყურსასმაში მოსმენილ სიმღერის ფრაზებს. რაღაც აწუხებდა. ნანახი ნახატები და წაკითხული ფრაზები მის გონებაში ტრიალებდა. იქნებ გამოვიდეს. მას რაღაც უნდა და შეიქმნა და სცადა.